გურამ სამი სიტყვი დაახასიათე ჩვენი. ჩვენი თბილისი. ჩვენი მასპინძლობა. ჩვენი წარმატება. რა არის შენი სამზარეულოს ფილოსოფია სამ სიტყვაში? ქართული ესენცია და ხასიათი. რა არის ყველაზე უჩვეულო ინგრედიენტი, რომელსაც იყენებთ თქვენს კერძებში? იმდენი არის უთვალავი. ლოკოკინა, ტრიფელი, წაბლის თაფლი, ანუ არა უჩვეულო არა, მაგრამ ნაკლებად ვულგარულებია. ქართველი გურმანები უფრო ტრადიციული კერძების მოყვარულები არიან თუ ექსპერიმენტების? აქ უკვე ორად იყოფა. ხალბატონები, რომლებიც მგონია, რომ აი ეს ვაშკაცურ სუფრულ კერძებს არიტანებენ, უფრო ჯიგრულად მიირთმევენ, მამაკაცები უფრო სვეწყობენ. ჩვენი უნდა გაუმასპინძლდეს ერთ ცნობილ ადამიანს, ვინ იქნება ის და რას მოუმზადებთ? უნდა გაუმასპინძლდეს? ჩვენი ყოველდღე ვიღაც ცნობილ ადამიანს უმასპინძლდება, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულები ვარ და ძალიან უყვარვართ მოყვარებელს. მაგრამ ვინ იქნება? თუ კიდე ისტორიული პერსონა იყო. ისტორიული პერსონაჟი, მოდით ჩემ ყველაზე ისეთ მეფეს დავასახელებ, ვახტანგ გოგეცარი. და რას შესთავაზებთ? შევთავაზებდი დილით ხაშს, საღამოთი ჩანას. რა ფერისაა ფული? ჯოჯოხეთის. რომელი კერძი გამოხატავს ყველაზე მეტად ქართულ სულს? ქართულ სუფრას? სულს. ქართულ სულს? მოდი ყველა ის კერძი, რომელიც ჩზე იწყება. თავის ესეთებით. საბევრია. მითხარი ერთი ნებისმიერი რამ, რაც საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე კარგად წარმოაჩენს, მაგრამ არა სამზარეულოდან. არა სამზარეულოდან, სამზარეულოდან ვიტყვი, რომ ეს ტექნიკალი და ხაჭაპური სავიზიტო ბარათი არის. სავიზიტო ბარათი არის. რა წარმოაჩენს? საქართველოს როგორც ბრენდს წარმოაჩენს ყველა ის წარმატებული პიანისტი, მოჭიდავე, ძუდოისტი, მზარეული, ისტორიკოსი, მხატვარი. ძირითადად კულტურა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარკეტინგის მატარებელი მთელ მსოფლიოში. ანუ მაინც ხალხი. ადამიანები რა თქმა უნდა. გურამ ხარისხიანი კვება რას ნიშნავს შენთვის? ხარისხიანი კვება ბევრი ფაქტორისგან შედგება. ნახე, მოხარებელი ძირითადად როცა მედის სტუმრად ფულს გადასახდელად მედის. როცა ფულს იხდის, მას სჭირდება უფრო მეტი ყურადღება, სერვისი, ხარისხიანი პროდუქტი და იმის გარანტია, რომ ის არამარტო გემრიელებს მიირთმევს, არამედ ჯანსაღსაკვებს მიირთმევს. ხდები მით უმეტეს ყოველდღე ვიცით, რომ ჩვენ დამოკიდებულები ვართ სხვადასხვა ქვეყნის ბაზარს, სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტს. და შიდა წარმოებაც არ არის თქვათ კარგად დალაგებული რა, ეკონომიკურად ვერ ვარ ერთზე ასე დალაგებულად. ყოველ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველ შემთხვევაში სოფლის სექტორი ხო? სოფლის სექტორი, ანუ მეურნეობის სამეურნეო სექტორი არის ცოტა ჩამორჩენილი. სხვადასხვა აქ არ არის მართლა, იმიტომ რომ აი გლეხს ეზარება, აქ არ არის იმიტომ რომ ეკონომიკური სიტუაცია არჩვილი. აქ არ არის უბრალოდ აი ეს ხაზია წყობილი ძრავი, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდში, იქ დაძალებით იყო ყველაფერი და ამიტომაც ხდება. ეხლა ტექნოლოგიები რომელიც შეიძლება გამოიყენო, მაგრამ არ გვაქვს ცოტა ძვირი ის. ხო, ნუ აი გეტყვი ერთ რაღაცას, რომ აი რატომ ნაყიდულობდი მაგალითად 600 კილო ტარხუნას ყოველ დღე სხვა ქვეყნიდან შემოქონდეს მეზობელი ქვეყნიდან, როცა შენახავდა რესურსი გაქვს საქართველოში, ხო? წყალი, მიწა, ნიადაგი, რა ვიცი, ყველაფერი არის უკვე, აღარა ვარ ჩვენ ახლა 90-იანებში. ქვანახშირზე რომ ვამუშაოთ, ხო, რაღაც საწარმო. ხარისხიანი კვება არის სერვისი, მასპინძლობა, კეთილი გულით მიღება ადამიანის და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ პაციენტს რომ შეხედეთ ბევრად უფრო ნაკლებად გავხსნე სახში მაცივარს, გამოვიღებ რაღაც სტეიქს, შევცვალ, ზვაგას დავპატიჟებ და ნუ მაგას არის ხმობა. ადამიანებს წდება თავის რუტინას, მოდის რესტორანში, ელოდება ხარისხიან პროდუქტს და უხარისხო პროდუქტით ხარისხიანი საკვების გაკეთება
შეუძლებელია. აი, ეგ ფილოსოფია რამდენად დაგეხმარათ ბრენდის განვითარებაში. რას გულისხმობ ამ ფილოსოფიაში, რომ ხარისხიანი კვება არ შედგება მარტო კერძისგან, რომელსაც მოამზადებთ. ის შედგება ყველაფრისგან, რაც ჩამოთვალეთ. ანუ ამაზეა დაფუძნებული მაგეთ ჩვენის ბრენდიც? იცით რა არის, რომ ჩვენის ბრენდი რამდენადაც ჩვენი მარტივი არის, ისეთი მარტივი კვება აქვს. ისეთი მარტივი სერვისი აქვს. უბრალოდ ჩვენ ღრმა ფილოსოფიაში ჩავედით და მოვიძიე მე რა ჭირდება დღეს ადამიანს, რა ჭირდება დღეს მოხმარებელს. მას ჭირდება ეს არაფორმალური გარემო, არაფორმალურად კვება და მოწყდეს ცოტა აი ამ ყოველდღიურ ფორმალურ რუტინას. ამიტომ აი აქედან ავიღე ყველა ძირითადი, მოდი ესე ვიტყვი, ფიშკა, არ ვიცი, კომპონენტები და ამ კომპონენტებით შევკარი გარემოსაც რომ ვუყურებთ, ხო აქ იმდენად მარტივი არის და იმდენად დიდი მდგრადობა არის აქ გამოჩენილი. იგივე ეს ძველი არ ვიცი საბჭოთა თუ იმპერიის დასაწყისის ავეჯი, ფეჩი, შეშა, კაცუნი რო გაუდის, მოხატვა, აი ეს ურბანული ნივთები, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ადამიანის განვითარებაში. ეს ტელეფონები, რომელიც დღეს ბავშვები მოდიან და ეს რა არის? ანუ ვერ ხვდებიან რა ეს რა არის. ხო და ნუ აი შეიძლება ზოგს ტელეფონი. მე ხმას უსმენდი, წეღან ეს გადავატრიალდი ხმას უსმენდი. ხო და ამიტომ ჩვენის თვითონ სახელი ბევრს გეუბნება ბრენდი, როგორც ჩვენი. იმდენად ყველაფერი ჩვენი არის და იმდენად ყველაფერი გაუბრალო და ყველგან რომ აი ეს პრიმიტივიზმი, როგორც ფილოსოფია, ხო? აი რას ხატავდა ფილმი, რომ უყურებ, ეგ აიგებს, რომ ხაცხენია თუ ეს თხა, ხო? თუ ირემი. მაგრამ გენიალური არის. ხო და ვფიქრობ, რომ ამ სიმარტივეში, სადაც მან თავისი გენიალობა ჩაადო, თავის ხელოვნებაში, ასევე ჩვენ ამ სიმარტივეში ჩვენი გენიალობა ჩავდეთ და ბრენდი შეიქმნა. მომისმენია, რომ გემრიელი და ჯანსაღი შეთავსება აი რაღაცა რთული და ეგრეა მართლა თუ არა? მარტივი არ არის. მაგრამ რთულის არ არის, როცა იცი საქმე რა. ნახე, გემრიელის აი სინონიმი არის ბევრი ცხიმი. ეხო სუბიექტურია მაინც თუ არა? რა თქმა უნდა, სუბიექტური არის. ნუ გემოვნებაზე არ დაობენ და ყველაზე მეტ მაგაზე დაობენ. შეხედე რა ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღში არის ტემპერატურების და ტექნოლოგიების დაცვა. რათა ჩვენ ცხოველური ცხიმი არ ვაქციოთ ქოლესტერინთან. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ სწორედ ტემპერატურებზე და გამოვიყენოთ არა მცენარეული ცხიმი, არამედ ცხოველური და სწორი ტექნიკებით, სწორი ტემპერატურებით მივეწოდოთ მოხმარებელს იმისათვის, რომ ის ცხოველური ცხიმი ძალიან ჯანსაღი არის ცილების მხრივ. თუ სწორად რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ თუ ეხლა ავიღებთ თევზს, რომელიც არის ყველაზე ნაზი ხორცი, ხო? და აი გვაქვს ნახე ხო რას უშვებიან კალმახს აი ფქვილში რომ ამოვალებენ და ტყლაშანს გააძენ 300 გრადუსიან ზეთში რომ ამოდის კალმახის მაგივრად ნახშირის ნაჭერი ამოდის და აი ეს შემწვარი ზეთებში რაღაცა შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება ზეითუნის ზეთზე და სხვადასხვა ცხიმებზე სწორი ტექნიკებით და საერთოდ დღევანდელი ტენდენციები უკვე მიგვითითებს იმას რომ რაც უფრო ნაკლებად შემწვარი არის და მომზადებული არის მით უფრო ჯანსაღი არის ადამიანისთვის. გურამ ჩვენის შექმნის უკან რა დგას რა ისტორია? ჩვენის შექმნის უკან დგას ერთ-ერთი წარუმატებელი პროექტის დასრულება. 2018 წლის დასაწყისში აბაშიძეზე მოხდა ისე რომ გავაკეთე პატარა ობიექტი ჩემ ერთ ნაცნობთან ერთად რომელიც არ დასრულდა კარგად სხვადასხვა მიზეზების გამო. როცა შენ შეგიძლია იცნობდე ადამიანს და 20 წელი ყველაფერი ოკეი იყოს, მაგრამ როგორც კი ეხება უკვე საქმეს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს, მან შეიძლება გაწყდეს. ამიტომ ადამიანი ყველაფერი უნდა ამოვიცნოთ და მე მივიღოთ გადაწყვეტილება ვიზავთ თუ არ ვიზავთ საქმეს. აი იმ პროექტის დაშლა იყო ჩვენის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, წარმატების ნაბიჯი.
იმიტომ რომ მანდ იყო კომპრომისი და მანდ იყო აი ეს აი ახლა განახებ რა არის ნამდვილი ბიზნესი. და ესეც მოხდა. ინსპირაცია პრაქტიკულად ეგრე გამოხდა. ხო, ის რა არის რომ ჩვენი მდებარეობა და მისი ლოკაცია არ არის მარტივი იმისათვის რომ შენ მოგოქო ახლა რესტორანი და იყო წარმატებული უკვე მე-7 წელი არის, ხო? წარმოიდგინეთ თქვენ რომ ჩვენი შეძლო არა მარტო მოიზიდოს ქართული მომხმარებელი, როგორც ბევრ ადამიანს და ბევრ ქვეყანაში გააცნოს ქართული კულტურა, შეაყვაროს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენში ეგ არის ზუსტად რომ ჩვენ აქ არ ვიბრანჭებით. ჩვენ აქ არ გვინდა რომ გავიბრანჭოთ. ჩვენ გვინდა ვანახოთ ნამდვილი ქართული სული და ვანახოთ საზოგადოებას და ტურისტს ის რომ ქართულ სამზარეულოს შეუძლია აი ეს უნივერსალური მიდგომა თავის ტენდენციებში. სახელზე ბევრი ვფიქრეთ? სახელი გაჩნდა ერთ-ერთმა მეგობარმა, აუ ჩვენიო და მოდი ჩვენ დავარქვა და ჩვენი საერთოდ სხვა თემაში იყო და აი ინსპირაცია სრულად დეკორი, დიზაინი ჩვენებური წავიდა, რა ის რაც ჩვენი არის, ის ქართულია. და აი ბრენდინგზე რო ფიქრობდით, აი როგორი უნდა იყოს, დასაწყისშივე ყველაფერი მოფიქრებული ქონდა თუ მე რაღაც პროცესებში შეიცვალა? ჩვენი ბევრი სხვადასხვა ისტორია გაიარა. ბევრი საინტერესო კონცეფცია მქონდა ჩართული. მაგრამ ცოტა ნაადრევი იყო ეს კონცეფციები. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენი თვითონ დაგვანახა თავისი როგორ რა მინდა და მე ვინ ვარ და ჩვენი თვითონ მართავს უკვე. ჩვენი სასჭირდება ჩვენი ჩარევა. ჩვენსაც სჭირდება უბრალოდ ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წვრილმანი დეტალი არის, ორგანული დეტალი არის და შეიძლება ამ ორგანულმა სივრცემ ნახეთ, როცა სივრცე არის ორგანული, მას სჭირდება ყურადღება. იმიტომ რომ როცა არის ხელოვნური არის ყველაფერი, როგორ აი დავდე და ისე არის, ხო, და როცა აი ყველაფერი ორგანული არის, ხედავთ ხო, აქ ათასობით სცენარი არის, ხელოვნების ნიმუშები არის, კულტურული ნიმუშები არის, ისტორიული ნიმუშები არის და აი ეს გარემო, რომელიც თვითონ ჩვენი ქმნის, საკუთარმა თავმა შექმნა თავისი ბრენდი, იცი? რა თქმა უნდა, აქ დახმარება იყო იმისი, რომ ჩემი პოპულარობა, ჩემი პროფესიონალიზმი და ხედვა ჩემ გუნდთან ერთად. მაგრამ ეგ რაღაც წილია რა, მე ამ სხვა რამე უნდა გქონდეს ამ ყველაფერს. ვიღაც 1, 2, 3ჯერ მოვა და მე შეიძლება წავიდეს. უნდა წავიდეს. იცი რა არის, რომ ჩვენიდან მიდის ის, ვისაც ეს ავთენტურობა მიაჩნია ვულგარულად. არის ესეთი კატეგორია. გემოვნებაზე არ დაობენ. ხო, არის ესეთი კატეგორია ადამიანებს, რომელსაც კუსტარული და ხელოვნური შექმნილი გარემო უფრო მოსწონს, მაგალითად, ვიდრე ბუნებრივი. ხო. ის რაც არ ჩვენს ამბობ. ხო, ის რაც ჩვენი მაგრამ აი ვინ გადაწონის? ახმარებლებში. ხო. ჩვენი იმდენად ძლიერი ბრენდი არის და იმდენად ძლიერი ეკონომიკური თანადგომა აქვს ჩემი მხრიდან და იმდენად კონტროლირდება. აი 24 საათი კონტროლის ქვეშ არის ჩვენი იმისათვის, რომ აქ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ უკმაყოფილო სტუმარი არ წავიდეს. რა თქმა უნდა, დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის საზოგადოება მომხმარებელი, რომელსაც არ მიაჩნია, რომ აი დაუშვათ ჩვენის მენიუში წარდგენილი არის აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორც მეტაცებული ოკუპირებული სივრცე და პროტესტს გამოხატავენ. მაგალითად, რო არ ვართ რუსულენოვანები, მაგალითად ჩვენი მიმტანები, ხო? ესაუბრობენ და არ საუბრობენ რუსულად და ეს მათთვის ზოგისთვის ჯერ კიდევ თავარი გუბერნია გონიათ და ის ადამიანები, რომლებიც კეთილიკურით მოდიან, ყოველთვის ვაგებინებ, წინათ არ ვიცოდით ინგლისური და ხელები და ფეხები რა უბრალოდ. კი ბატონო, ის ვინც ახსენე, არის საზღვაო გზები და შეუძლია მიმართულებით იარონ. უფრო რთული რა ნაწილია შენ შეფი და რესტორატორი ხო სხვადასხვა აბსოლუტურად. თუ მაინც არა, გასწორდა. შეფი არის მართველი. შეფი არის ერთ-ერთი
საფენას არტერია, რომელსაც ერთი ფეხი უკავია. მაგრამ საფენის გამოცვლა შეიძლება, ან საერთოდ მისი მოკვეთა. ერთ-ერთი ძირითადი არტერია არის ვენის, რომელიც მე სხვა პატარა ვენები აიღებენ მის ვალდებულებას და შეასრულებენ საქმეს. შეფი ძალიან მნიშვნელოვანი არის. მისი მიდგომა არის მნიშვნელოვანი და მისი განწყობა. სამზარეულოს გარეთაც, ხო? ორივე როგორც შიგნით, ასევე გარეთ, როგორც დღე, ასევე ღამე, როგორც მზისით, ასევე თვარისაც. ხო. და ნახეთ რა არის თვარობის. თვარიან ღამეს. თვარიან ღამეს. ხო და რესტორატორი ძალიან დიდი ხანია ვიყავი, როგორც შეფი დიდი ხანია ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი ბუნებრივი შრომიდან გამომუშავებული ნიჭი ეს არ არის აი დავიბადე ამ ნიჭით. არ ვარ პიანისტი, არ ვარ მათემატიკოსი, ან რაღაცა ეს ძალიან დიდი ინტელექტუალის გონება უნდა გქონდეს რა. აქ არის დიდი გამოცდილება და შეხულებები ცხოვრების მიერ და როგორ გინდა მოგემსახუროთ შენ, ესე ვცდილობთ რომ ჩვენ მემსახუროთ ჩვენს მოხარებას. გადაიტანო. ყველაზე პოპულარული რა არის აქ? კერძი? ხო. ჩვენში ყველაზე პოპულარული კერძები არიან ჩვენი ჩხაკაჩხუკები, ეს არის ის კროკეტები, რომლებიც 2012-დან დაიწყო დამუშავება, სხვადასხვა ქართული კერძი, მისი ტრანსფორმაცია მოვახდინე, ნახევრადთხევადი კერძისგან მდგრადი კროკეტის შექმნა, ეს არის კუპატის ცხირები, სულგუნის ცხირები, ელარჯი კუჭმაჭით და ბაჟეში, ეს არის გამასოკო გულსართი, ეს ყველაფერი არის შქმერული ბურთულები, ლობიო რაჭუნო. მის დიეტაზეა მოარიდეთ ეკრანებში. არის ძალიან ბევრი ქართული კერძები არის და ჩვენი ყველაზე ბესტსელერი მაინც არის მესხური ხაჭაპური და ჩვენი მაყალი, იმიტომ რომ ჩვენ სხვა მეთოდები ვმუშაობთ უკვე ჩვენი რეცეპტები გვაქვს. ყველაზე მეტი გამბედაობა შენი აზრით მენიუში რა კერძის გასინჯვა სჭირდება? გააქვთ ეგეთი კერძი? სეზონურად კი. სეზონი როცა დგება მესხური ლოკოკინას, აპოხტის ხო, ეგეთი უფრო ნაკლებად ტრადიციული, რა თქმა უნდა, მესხეთისთვის ტრადიციული და მესხეთი საერთოდ თამარიც ესე მიმართავდა, ზედა ქვეყანებად მიმართავდა, იმიტომ რომ საქართველოს ნაწილი იყო, მაგრამ ზედა ქვეყანად ითვლებოდა, მისი რჩეული მხარე იყო თამარის. მესხეთს როგორც ვატიკანს ძალიან ბევრი დიდი საიდუმლო აქვს შემონახული, შემორჩენილი და რაღაცა უშლის ყოველთვის პოპულარიზაციას მის გასტრონომიას. მესხური, აი თუთმანჯი მე მგონი? მესხურია? წვნიან, საოცრებაა. თუთმანჯი, ბაქმაზი, აპოხტი, წეროხინკალი, ლოკოკინა, რა ვიცი, ბევრი ძირითადად როგორც ხორობლის სამშობლო, მესხეთი როგორც ხორობლის სამშობლო, ბევრი წვნიანი და კერძი მაინც ცომეულისგან მზადდება, თითაფური, თვისპური, მესხური ხაჭქადა, მარილიანი ქადა, თკბილი ქადა, რა ვიცი, მესხური ხაჭაპური, რომელიც ჩვენთან ჩვენი ბესტსელერია. აი ჩვენი გასტრონომია რა მასშტაბის ბრენდი შეიძლება იყოს მსოფლიოში? იცით რა არის რა? აი ხა იქ ვარ სადაც უნდა ვიყოთ თუ მეტი შეგვიძლია? ჩვენ ბევრად უფრო მეტი შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია, მას უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ჩვენ. თვითონ გასტრონომიას. გასტრონომია როგორც ტრადიციული მიმართულება ყოველთვის არის დაფრთხულება იმ პიონერულ ქვეყნებისთვის, რომლებიც მაგალითად სადაც მაგათად დაიბადა თანამედროვე ტენდენციები. იმიტომ რომ მათმა რო აღიარო რომ ქართული ტრადიციული კულინარია არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და ყველაზე გამოჩენილი თავისი მრავალფეროვნებით, თავიანთი უნდა ჩამოწიონ უკან. ამიტომ ეგ ყოველთვის დიდ პრობლემად მიაჩნია აღიარების თვალსაზრისით. იგივე ფრანგები, იგივე იტალიელები, იგივე ესპანელები რო ჩამოდიან, გიждდებიან და აი ბოლოს აი ეს ფრანგები ღვინოს ეგრე იყვნენ ფოტოში. ყველა აბსოლუტურად. ეგოცენტრულია ეს სნობური
მიდგომა საკუთარის მიმართ. აი როგორ არის, იგივე არის, კახეთში რო ჩახვალ და 4 კახელი რო ჩხუბ, ჩემი ვინდო ჯობია შენსასო რა. ეგეთი ვარიანტი არის და ნუ სრულიად გასაგები არის. ამიტომ ჩვენ შეფებმა, ჩვენ ადამიანებმა, ვინც ქართული ხელოვნება დღეს წარმოვადგენთ, სხვადასხვა კუთხით ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ აი ვახდეთ 6 უძლიერესი მოჭუბარი ყავს, ამდენი ჩემპიონი ყავს კლასიკურ ჭიდაობაში, თანამედროვე ქართულ ჭიდაობაში, სამბოში, ფეხბურთში არ გამოიყურებით სულაც მიმდინარე პერიოდში. ბიჭები ძალიან მაგას საქმეს აკეთებენ. კულინარიაში ყავს საინტერესო უკვე თანამედროვე შეხედულების ახალგაზრდა მზარეულები, რომლებიც წინ მიისწრაფიან, რა თქმა უნდა, მათ ყველაფერს ხელი შეწყობა ჭირდება და გავითარება რა, თუ რამოდენიმე კვირის უკან წავსდებით მსოფლიოს ყველაზე დიდ არენაზე. ეს არის Madrid Fusion-ი, კულინარიული კონგრესი, სადაც სრულიად მთელი სამყარო იკრიფება და ყველანაირ სიახლეს წარადგენს. ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე იყო მაინც ქართული პროდუქტების წარდგენა სცენაზე. არ არის როგორ ჩვენ მაგას ვამზადებთ. ჩვენ ყველაზე მაგრა ვამზადებთ და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არ ვართ overcooking-ი, ხვდები? ყველა ტრადიციული სამზარეულო არის გადმოთუშული. ქართულ სამზარეულოს ყველაზე მოთუშული და ყველაზე მეტ ხანს რაც სჭირდება, ეს არის ხაში, ხო, 48 საათი, მაგრამ ეს მისი ტექნოლოგიაა ის, მაგრამ დანარჩენი ხო წარმოიდგინე, შენ რომ თვით მედეა საიდანაც მედიცინა და მაგია მოდის, ორივე სიტყვა, ხო? მედეასგან მოდის ეს ხო. თვით მედეა იყო პირველი მზარეული, რომელიც ნებისმიერ ველურ სცენარეს ხალხ აქცევდა დაამატებდა იმ ინგრედიენტებს, რომლებიც ჯანსაღი იყო და ჯანმრთელობის საჭირო იყო და ეს უხანგრძლივებდა ადამიანის ცხოვრებას, იმიტომ რომ ეს არ იყო წარმოიდგინე ახლა შუა ხანებში როცა 40-45 წელი იყო საშუალო ასაკი აეტის დროს და მედეას დროს რამდენი იყო საშუალო ასაკი. ამიტომ როცა ადამიანი ნაკლებად ჭამდა ხორცს და ცუდ საჭმელს და ძირითადად ბოსტნეულზე იყო და საჭმელზე იყო და პრაქტიკულად უმი არის და უცხიმო საჭმელი იყო, რა თქმა უნდა იმ პერიოდში უკვე ბევრად უფრო გემრიელი და ჯანსაღი საკვები იყო. ამიტომ ჩვენ რო წარვადგინეთ ჩვენი ტრადიციული ყველები, თუშური გუდა, მესხური ტენილი, მეგრული გუდა აჯიკით, ისა რა ქვია, ჩეჩილი, რა ვიცი, შებოლილი ყველები, გაოცებულები იყვნენ და ვფიქრობ, რომ ეგ უფრო სწრაფად გააცნობს ქვეყანას, იმიტომ რომ ყველა იყო დაინტერესებული, როგორ შეგვიძლია შევიძინოთ ან საჩემოძლიე შევიძინოთ და მცირე პატარა მეწარმეებმა ევროპაში უკვე ძალიან ბევრი საქმე გააკეთეს ქართულ საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ნუ პატარა რესტორნები გახსნეს, რომლებიც მეტნაკლებად თავის საქმეს ასრულებენ. შენიც პორტუგალიაში მათ შორის ხო? ლისაბონში ძალიან აფეთქდა, იმიტომ რომ აი კარგად მიდიხარ თებერვალში ვარ, თებერვლის არ ვიცი როდის გავა ეს, თებერვალში ვარ და უკვე 5 ყველაზე წარმატებული მაგაზინი იწერება ქართული რესტორანზე, რომ ქართული გული პორტუგალიური თან პორტუგალიური რესტორნების ქუჩაზეა, ხო? აი ყველაზე მაგარობაში ვარ და ყველაზე მაგარი წარმატება გვაქვს. ხო და იმედია რომ ბრენდის ხო ახლა პორტუგალიაში მოხდება და პორტუგალიაში გუშინ იმან დაწერა რა იქ აქ მიმართა ხომი არ ვიცი, მაგრამ time out-მა დაწერა ლისაბონის ყველაზე საუკეთესო რესტორნების სიაში და ჩვენ პირველები აღმოჩნდით ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენი თან იქ უყვართ. იქაც უყვართ ჭამა. იცი რა არის რომ არ მეგონა რომ პორტუგალია და ლისაბონი საქართველოს აქ არ არის ქართული კერძი, აქ არის საქართველოს მიღება. ხო. შეხედე იმდენად გულგაშლილად მიიღო პორტუგალიამ და იმდენად დიდ წარმატებებს სურვილობს პორტუგალია საქართველოსთვის, რომ აი გამოიხატება ზუსტად რესტორანში მოხმარება, ფიდბექი, გამოხმაურება, მასპინძლობის, სტუმრების არნაკლებობა. აი წარმოიდგინეთ უკვე ხო მეოთხე თვეში გადავედით და უკვე ჩვენ ერთ თვით ჯავშანი შევსებული გვაქვს წინასწარ. და ბოლოს მითხარი შენთვის ზოგადად რა არის ბრენდი? რას ნიშნავს? ბრენდი არის ხარისხი. ბრენდი არის არა მარტო ის ასოები, რომლებიც TM-ს წარადგენს, ან
by made-ის წარადგენს, ეს არის ხარეთ. იცი რა არის, რომ როცა ხარ ბრენდი, შენ შეიძლება მე მაგალითად გუჩი სულ არ მომწონს, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრს მოწონს გუჩი. მიჩვენია მაგალითად იოჯინა იამანომოტო ვიდრე გუჩი, ბევრად. და ის საერთოდ ყველაფერი რაც გუჩი არის მეჯაურება, ხდები? მაგრამ გუჩი ბრენდია, ხო? გუჩი ბრენდი არის და ეს იმას ანიშნავს, რომ ჩემზე უნდა იყოს დამოკიდებული, მაგრამ მე უფრო კონცეპტუალური ბრენდები მომწონს, ვიდრე პოპულარული ბრენდები და ჩვენ უფრო კონცეპტუალური პოპულარული ვართ, ჩვენ ორი ერთში ვართ ამ შემთხვევაში. წარმატებები. გაიხარეთ, მადლობა.